გალატელთა მეხუთე თავის 16-დან 26 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. ხორციელი საქმეები და სულიერ ნაყოფი. აჰა მე ვამბობ, მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულის თქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთონ არა ის, რაც გსურთ. და თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ. ხორცის საქმეები აშკარაა, ეს არის სიძვა, უწმინდურობა და თავაშვებულობა. კერპთმსახურობა, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მithქვამს, რომ ამის ჩამდენი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებლები და ერთმანეთის მოშურნენი.